გამარჯობა. დღეს ვიწყებ ჩემი ვიდეოების გადაღებას და ჩემი ვიდეოები ეხება კოსმეტიკას. ეს არის ჩემი ჰობი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კოსმეტიკა. კოსმეტიკაში გულისხმობ. საღამოს გეწონებათ რომ დავიწყებთ ვერ დაანებებთ თავს. პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი კრემი. ეს გავაკეთე ცოტა ხნის წინ. არის 35% ცხიმი, არის ღამის კრემი, არის ძალიან კვებავი. ამაში დავუმატე ილანგ-ილანგის ეთერზეთი, რომელიც არის მშრალი კანისთვის, იმიტომ რომ მშრალი კანი მაქვს. ძალიან კვებავს სახეს, დავუმატე ავოკადოს ზეთი, არგანის ზეთი, იოიობას ზეთი, კაკაო ბათერი, შებათერი, რა თქმა უნდა ემულგატორი და ჰიდროლატი. ემულგატორი არის საჭირო იმისათვის, რომ წყალი და ზეთი შეერთდეთ, ეს რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ წყალი და ზეთი ერთმანეთს ერეგუებიან. ზაფხულისთვის იქნება ძალიან ცხიმიანი, ამიტომ ახლა არის ზამთარი, იანვარი, შემდეგი კრემი, რომელიც მინდა წარმოვიდგინოთ, არის ძალიან კარგი. თვალის კრემი, ძალიან თხელი, ძალიან ფაფუკი, ძალიან ნაზი, ძალიან კარგად იწოვება და ამაში დავუმატე ამაში დავუმატე ვარდის ეთერზეთი. ძალიან კარგი კრემი არის, მაგრამ მარტო თვალებისთვის ახმარობ, ასევე თლიან სახეზე ისმენ ხოლმე, განსაკუთრებით ზაფხულში, ეს გადასაღები იქნება, არის ლიპოსომების კრემი. ლიპოსომების გელი უпростоრად, რომელიც კეთდება ლიპოსომების კონცენტრატით. ლიპოსომები არის ლეციტინები, რომელშიც შეგიძლიათ სხვადასხვა აქტიური კომპონენტები გააერთიანოთ და ლიპოსომები ამას ღრმად ლიპოსომები ეხმარება ჩვენს აქტიურ კომპონენტებს იმაში, რომ ღრმად ჩაიტანოს კანში. არის ძალიან თხელი ესეც, რა თქმა უნდა, ეს არის გელი, ამაში ემულგატორი არ არის. და არის ლეციტინი არის მისი შემადგენელი ნაწილი ლეციტინი. ეს არის ზეთი, გამზადებული არის სხვადასხვა ფანტასტიკური ზეთებიდან, რომელსაც აქვს სასწაული თვისება კანის რეგენერაციისა. ოღონდ აი ამ ზეთებს ვიყენებ მხოლოდ 2 კვირის კურსით ღამე. პრისით ვიტრიალებ და მინდა პრისით ზეთის წასმა და ამას ვაკეთებ ჩემთვის ამ პროდუქციას, არის ჩემი ჰობი. მე ვჩუქნი ჩემს მეგობრებს, მეზობლებს, ყველას. ეს არის კიდევ ვაკეთებ არა მხოლოდ აი ასეთ კოსმეტიკას, არამედ კიდევ დეკორატიულ კოსმეტიკისთვის. ეს არის ჩემი ტუჩების ბალზამი, უფერო, აბსოლუტურად უფერო არის. ეს არის ზამთრის პერიოდში მოსავლელი, ძალიან კარგი ინგრედიენტები მაქვს შიგნით დამატებული, როგორც არის. გადავიდეთ ახლა ჩვენ სპასალონის პროდუქტებზე, რომელსაც ძალიან გიждები, მიყვარს ეს. აბაზანაში ჩაწოლა და ჩემი დამზადებული პროდუქტებით სიამოვნება და კარგია. პირველი მინდა წარმოგიდგინოთ აი ესეთი გემრიელი, აბსოლუტურად უგემრიელესი კაპკეიკი, ძალიან გემრიელად გამოიყურება, მაგრამ არ იჭმევა, იმიტომ რომ არის აბაზანისთვის განსაკუთრებული, ანუ ეს არის ჩვეულებრივი აბაზანის ბომბა. იცით ქართულად არ ვიცი რა ქვია, ვიცი რომ ყველა ენაზე ქვია ბომბა. შესაბამისად მე ვთვლი რომ ალბათ ქართულადაც ბომბა უნდა ერქვას, შეიძლება ვცდებოდე. გავაკეთე სპეციალურად ისე რომ ნამდვილ ნამცხვარს გავდეს, ქვედა ნაწილი აქვს ყვითელი, მე მინდოდა უფრო ესეთი პეჩენის ფერი მიმეცი, მაგრამ არ გამომივიდა. ზევიდან არის ვარდისფერი კრემივით და მაქვს კიდე გლიცერები დამატებული და ეს არის პატარა ვარდი, დეკორატიული ვარდი. აი ამ პროდუქტების პრაქტიკაში გამოყენება მაქვს ვიდეოები დადებული და იმას ქვევით ლინკს მივუთითებ. ინფობოქსში მივუთითებ ლინკს, რომ ნახოთ როგორ გამოიყენება. შემდეგ რო ამოხვალთ აბაზანიდან, კანი არის დატენიანებული, დაკლებული, ასე ვთქვათ, არაფერი არ ჩნდება ამის შემდეგ. ასევე კატეგორიას მიეკუთვნება აბაზანის შოკოლადი, რომელიც ამას დავუმატე შოკოლადის პარფიუმის ზეთი. იცით როგორი სუნია, კაი თეთრი შოკოლადი, ცოტაც და შეიძლება ჩაკნოს და უნდა შეჭამოს. იგივე ფუნქცია, ოღონდ ეს არ შუქს, ეს დნება. ნელ-ნელა აბაზანაში დნება გამოყოფს თავის სასარგებლო თვისებებს და ჩვენს კანს კვებავს.
შემდეგი წარმოგიდგენთ ესეც ბომბებს ეკუთვნის ეს აბაზანის ბომბებს, აიქაც გაუკეთე პატარა გული და ორი ცალი ბარდი დეკორატიული და ამათი გლიცერები შუშხუნებს. ეს არის შუშხუნა. ასევე შუშხუნა არის ეს ჩემი ორფერიანი, რომელიც არ ჩანს მე მგონი ახლა კამერაში ორფერიანი არის ვარდისფერი და თეთრი და ამასაც აქვს ესეთი ვარდი დეკორა. ესეც არის გამაგრებელი. ზაფხულის პერიოდში ცხიმებს არ უმატებ ხოლმე ამ ბომბებს, იმიტომ რომ ზაფხულში ისედაც ცხელა და ადამიანს გაგრილება რომ უნდა ეს ცხიმები კარგია, რა თქმა უნდა კვებავს კანს, მაგრამ სიცხეში არა. და ამას მიეკუთვნება ეს პატარა გული გავაკეთე, ეს თილამაზი და საყვარელი, ეს ბათერი გავაკეთე, ოღონდ ეს არის აი შეუძლებაში რომ წახვალთ სადმე და რომ არ წაიღოთ ეს მთელი ბანკები, სკლანკები და ასე შემდეგ შეგიძლიათ წაიღოთ აი ეს პატარა კომპაქტური ბოდი ბათერი. შიგნით არის შეიბუში, აი ამას თუ გამოვიყენებთ, რომელშიც არის ასევე ძალიან კარგი კომპონენტები და არის ასევე ზეთები, მაშინ ეს აღარ გჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზეთი იქნება და ძალიან ბევრი ცხიმი იქნება კანისთვის. შემდეგი მინდა წარმოგიდგინოთ ეს შამპუნი. ესეც ძალიან პრაქტიკული არის განსაკუთრებით შეგულებებში ვიდიხართ, მაგრამ სახლშიც განსარევი არის. მე მაქვს ძალიან სქელი, მაგრამ მაქვს ძალიან უხეში თმა. აი ამ შამპუნმა ვერ წარმოვიდგენთ რა გავაკეთეთ ჩემთმას. დაარბილა. შამპუნმა თმა დამერბილა. ამაში არის ჭინჭრის განხმარი ფოთლები, ამაში არის აიურვედას ფხვნილები, ამ შემთხვევაში მე დავუმატე ამლა, დავუმატე კიდე ქართული, სახლში მქონდა ქართული თაფლი, ნამდვილი ქართული თაფლი, დავუმატე ერთი კოცი თაფლი. არის ფანტასტიკური, სასწაულო სახთენს ამასაც გავაკეთებ თქვენთან ერთად, ეს ახლა უბრალოდ ახალი გაკეთებული მაქვს და ეს კარგი ხანი მეყოფა. იმიტომ რომ შევიჭერი ახლა მოკლედ მაქვს. ადვილი მოსავლელი აცია, ეთერზეთები მიყვარს ძალიან ფანტასტიკური სურნელი აქვს და რა თქმა უნდა ეთერზეთები ძალიან კარგად მოქმედებს ჩვენს ხასიათზეც, განწყობაზეც. ეთერზეთები სულ სხვა კატეგორია არის. მაგრამ გავაკეთე ერთი შეცდომა. აი ნახეთ რამდენი ეთერზეთი მაქვს. აქ ყველა კიდე არ ჩაეტი. აქ არის დაახლოებით 35-40 ცალი თუ არ ვცდები. მაგრამ ამ 35-40 ცალიდან ვიყენებ 6. არ ვჭირდება ამდენი. განსაკუთრებით წავკითხები, სანამ დავიწყებდი საერთოდ ეს კოსმეტიკისთვის თავის მიწუნას და იმ ჩემ ჰობის სანამ დავიწყებდი კეთებას, რა თქმა უნდა ძალიან კარგად გავეკვიე ყველა ინგრედიენტში და ყველა კომპონენტში. წავეკითხე რომ ეთერზეთის სუნი თუ არ მოგწონთ, მაშინ მას არ ექნება თქვენზე ისეთი გავლენა და არ ექნება ისეთი ეფექტი, რაც უნდა გქონდესო. მართალია თუ არ არის მართალი, არ ვიცი, მე არანაირ ცდები არ ჩამიტარებია, ეს არის უბრალოდ ის რაც წავეკითხე. ანუ ამ 30-40 ზეთიდან რაც თქვენ ხო წარმოგიდგინეთ და კიდევ მაქვს ცალკე კადაში. ხმარობ 6 მაქსიმალურად. ჩემი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი, რომელიც ძალიან მიყვარს, ეს არის აი ნახეთ, ვარდის ზეთი 1 მილილიტრი არის ეს, იმიტომ რომ სასწაული ფასების ვარდის ზეთი და აქვს ვარდის ზეთი არის იმითი კარგი, რომ აქვს 400 ელემენტი შიგნით. ანუ ფანტასტიკურია. ხმარობ კიდე ილანგი-ლანგი მომწონს ძალიან. ეს უკვე იცით რა ის გემოვნებაზე ილანგი-ლანგი თავიდან რომ ვიყიდე და გავხსენე მეთქი, ეს რა არის, ეს რა ვიყიდე, რა საშინელება არის და მე ნელ-ნელა შევეჩვიე თუ თავი შევაჩვიე, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ძალიან მომწონს ილანგი-ლანგი, მომწონს პალმაროზა, მომწონს ციტრუსები. დანარჩენებს ახლა ემულგატორებს არ გამოვიტან, ემულგატორები ეს არის შემადგენელი ნაწილი კრემისა, ანუ წყალი და ზეთი ვერ ეგუებიან ერთმანეთს, შესაბამისად სჭირდებათ რაღაცა საშუალება, რომელიც მათ შეაერთებს. ემულგატორებს ხმარობ მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური, ბიოსუფთა, ორგანული კოსმეტიკისთვის განკუთვნილს და ეს არის ეკოსერტის ნატრიუს მიერ სერტიფიცირებული, რომელიც დაშვებულია მათი გამოყენება ბიოლოგიურად სუფთა კოსმეტიკაში. საუკეთესო ზეთებს ვებულობ ბიოლოგიურად სუფთას, ბიო ეწერია. საუკეთესო
ბათერებს იმასაც ბიოს და ემულგატორებს ხმარობ მხოლოდ მცენარეული წარმოშობისა. ანუ არსებობს კიდე ემულგატორები, რომელსაც ეძახიან pack-based, ქართულად არის რა ქვია, მაგრამ ეს არის მე ვიცი სინთეტურად წარმოშობილი, ანუ ეს არის ჩემი ჰობი, ანუ კომერციული მიზანი ამ საქმოვება. გავაკეთებ ხოლმე თქვენთან ერთად კრემებს, უბრალოდ გავაკეთებ კრემებს და გადავიღებ კამერაზე და დავდებ ხოლმე ჩემს ვებსაიტს და შეგიძლიათ შეგრძანდეთ, ნახოთ თუ და გაინტერესებთ რომელი პროდუქტი სად იყიდება, მაგის დაწერა შემიძლია მე ან მოგწერთ კომენტარებში, ან ინფობოქსში ჩაგიწერთ. ყველაზე ადვილი მე მგონი საქართველოში რომ გამოაგზავნოს ეს არის Amazon-ი. მე ვუკვეცი რომ Amazon-ი აგზავნის საქართველოში, Amazon-საც შეგიძლიათ აი ამ პროდუქტების ნახვა, რასაც მე ვიყენებ. ინტერესის შემთხვევაში შემიძლია მოგწეროთ სად ვიძენ მე ამ კომპონენტებს. დღეისათვის სულ ეს იყო, გემშვიდობებით ღამე მშვიდობისა, ტკბილი, მომავალ შეხვედრამდე.